ესე იგი, შეცდომები ფიქრის დროს, როგორ უნდა იფიქრო უფრო ეფექტურად, რომ არ გქონდეს რაღაცა ბურუსი გონებაში, რომ უფრო მეტხანს იფიქრო და ისეთი ყოველდღიური შეცდომები, რაც შეიძლება, რასაც ვუშვებთ და რაც მარტივად იფიქსება რეალურად, აი ამ ყველაფერს გაგიზიარებთ, ასევე სტუდენტები რატომ არიან ასეთი დადებილებულები? რატომ გამოიყურებიან ისე თითქოს იყვნენ სტუდენტები მართლა, ხო? და მსგავსი რამ ამ ეპიზოდში. ნუ აქ საუბარი არ იქნება, რა თქმა უნდა, რაღაცა ნუტროპიკებზე, დანამატებზე, ან რამე უფრო სერიოზულზე, ეგ ყველაფერი დახურულ არხზე ნიკოს ვანიძე.com გაწევრიანდით. აქ ძალიან ისეთი მარტივი ყოველდღიური შეცდომები. აი ამაზე ვკონცენტრირდებით და ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ. პირველ რიგში და ეს ისეთი რამეა, რაზეც საკუთარი თავი მყავს წაჭერილი და ნუ სხვებსაც. და ეს რა არის? სუნთქვა. აი მაგალითად გინდა რომ დაჯდე, ხო? აი დაჯექი რომ რაღაცაზე იფიქრო, რაღაცაზე იმსჯელო. ეგ შეიძლება იყოს პრობლემა მოაგვარო, ან რამე ისწავლო, ან რამე გაიაზრო, რამე მოაგვარო. ნუ აი ფიქრი გჭირდება და დაჯექი, ხო? და შედიხარ ფიქრებში. მანდ აი ჩემს თავზე მაქვს ეს შენიშვნული და ნუ დარწმუნებული ვარ რომ ბევრს ეხება ეს პრობლემა. რა არის რომ შეყვები ფიქრს, რაღაც მომენტში ასნობიერებ რომ სუნთქვა რაღაცა ვეღარ გამოდის. რომ თითქოს არ სუნთქავ სწორად. აი ჩემ შემთხვევაში ეგ ის იყო რომ სუნთქვას ვიკავებდი და აი რაღაცნაირი ხმასაც გამოსცემ რა, მე ან დიდხანს რო იკავებ, მე გამოისუნთქო რამე რომე და შენიშვნა მოუწიეთ რომ რასაკეთებ, ანუ რატო ანუ მკვდარივის რო კვდება ადამიანი ეგეთ ხმებს რატო გამოსცემ. და მაგ დროს რა უნდა გააკეთო რა? აი ეგ არის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი, აი brain fog-ი რატო შეიძლება რომ დაგემართოს, რატო შეიძლება რომ გაბრუნდე, რომ არ სუნთქავ სწორად მაგ დროს. რა თქმა უნდა, ცხვირით უნდა ისუნთქო და არ უნდა ისუნთქო წყვეტებით რა, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში ეგ იყო ჰაერს რომ ვიკავებდი. ესე მერე გამოისუნთქავ. ოღონდ გაუაზრებლად ხდება და იდეაში ხო კარგი არის, იმიტომ რომ ჟანგბადით იტენები, რამე რუმე, მაგრამ არა ეგეთი სტრესის დროს, როცა სერიოზულად რაღაცაზე ფიქრობ, შეხვედი სიღრმეებში რამე და რუმე, მაგ დროს არასწორად სუნთქავ რა, ანუ მაგ დროს არც ეგ ჟანგბადი გერგება, არც არაფერი. არის ჟღინთები არაფრით გარდა დემოტივაციისა და ასე შემდეგ. ამიტომ მაგას უნდა დააკვირდე, რომ სუნთქვის დროს სუნთქავდე როგორ თქვა, ყველანაირი შეკუმშვების, რაღაცა გაჩერების და ეგეთი რამეების გარეშე ჩვეულებრივად ცხვირით, ჩვეულებრივად, არანაირი შეკავება არაფერი. და ეგ რომ გავიაზრე და შემდეგ კონტროლი რო დავიწყე, ის brain fog-ი რაც არის, ან უცებრო აი გეყინება, გონება და რამე აღარ მქონდა. შემცირდა ეგ სერიოზულად, ამიტომ სუნთქვას უნდა დააკვირდეთ. ზოგადად სუნთქვა კაი რამე არის, ცუდი ის არის, რომ ინტერნეტში ძალიან ბევრი შარლატანია, ვინც მაგას სხვადასხვანაირად წარმოაჩენს და აი აბა ესე უნდა ისუნთქო და ენერგია მოგეცემა და ისე და ასე. და ნუ მოკლედ რთული არის, რომ მან სიმართლე გაიგო, მაგრამ ეგ სხვა ვიდეოსთვის არის თემა. სუნთქვას უნდა დააკვირდე. მაგ დროს არ აკვირდები, გონება სხვაგან არის და ნუ მოკლედ ცუდ რამეს აკეთებ. ეგ პირველი, ეხლა მეორე რა. ეს ეხება ყავას. თუ კი ყავას ხშირად სვამ და ბევრს ეს არის შენთვის. იდეალურ შემთხვევაში ყავა არ უნდა დალიო. ცუდი რამე არის. მეც ვცდილობ რომ გადავაგდო, მაგრამ თუ კი ყავას სვამ. როგორი რამე არის რა, რომ ადამიანები, რომლებიც ყავას სვამენ, ჰგონიათ რომ აი ყავა თუ არ დავლიე, ისე ნუ ვერ დავჯდები, ვერ ვიფიქრებ, ვერ გავაკეთებ ისეთ საქმეს, რასაც ცოტა კოგნიტური სიმძლავრე ჭირდება და რაღაცა ინტელექტუალურია და ასე შემდეგ. მესმის ეგ. მესმის. პრობლემა რაში არის, რომ მაგ დროს ყავა არ უნდა დალიო წინასწარ, იმიტომ რომ როგორც წესი, აი ხალხს ვისაც ვაკვირდები, ვიცნობ, რასაკეთებენ, რომ ჯერ ყავას სვამენ, იმიტომ რომ ყავის გარეშე ვერ შევუდგები საქმესო და შემდეგ უდგებიან საქმეს. 9 საათში ან 1 საათში ან 20 წუთში. ეგ ბევრი მიზეზით არის არასწორი. იდეალურ შემთხვევაში რა უნდა გააკეთო? ნუ არ დალიო, ხო, მაგრამ მაინც სვამ. როგორც კი დაჯექი, რომ აი დაიწყო აზროვნება, რაღაცა ფიქრი და შეუდგე ცოტა ისეთ რამეს, რასაც ინტელექტუალური ძალა ჭირდება, მაგ დროს უნდა დალიო. მაგ მომენტში. და არა მანამდე.
იმიტომ რომ ჯერ ერთი ყავა აზროვნებისთვის კარგი არ არის საერთოდ, ეგ შეგიძლია მიაწერო დამოკიდებულებას იმას ამას. მაგრამ ყავას რამდენი ხანი ჭირდება, ხო, რომ აი დაგარტყას სადღაც 9 საათი, 45 წუთი, მაქსიმუმ 1 საათი, ხო? და წინასწარ რო სვამ ყავას, სანამ დაკავდები საქმით, ხო, ინტელექტუალურით. და აი მერე 9 საათში იწყებ, ამ დროს ძალიან გარტყავს ეს ყავის ეფექტი. და იდეაში თითქოს ხო არ გეძინება და ფხიზლად ხარ, მაგრამ ყავის ეფექტი წონის აიმას რა, ინტელექტუალურ სივრცეს. და ეგ მართლა ეგრე არის. ბევრნაირად შეიძლება ეგ რომ მოაგვარო, მაგრამ მოდი იმაზე ვკონცენტრირდეთ, რომ ჯერ ერთი мотиваციისთვისაც კარგი არის რა. იმიტომ რომ როცა პროცესს იწყებ, ყველაფერი ეგეთი რაც არის რა, არ ვიცი, ეწევი სიგარეტს წინასწარ რომ მოწიო არ ვარგა. მაგ მხრივ. რაღაცა არის მან სუფთა ფსიქოლოგიური, რომ აი დაჯექი, დაიწყე და აი მაგ დროს რო დალიო ყავა, მაგ დროს რო მოწიო სიგარეტი თუ გეხმარება ჩემსავით, და მწეველი ხარ. და ასევე ყავას შეგიძლია რომ დაუმატო 3-5 გრამი გლიცინი. იმიტომ რომ ეგ არეგულირებს რა, ის ყავას ხო აქვს რაღაცა თვისება, აი ვინც ყავას ხშირად სვამთ და ბევრს იცით რომ აი რაღაცნაირად გარყევს რა ცოტა ყავა. ცოტა გაცხოველებს რაღაცნაირი გეწყება, ხო? და ეგ რომ ჩაგიხშოს, მაგისთვის არის კარგი რომ ყავასთან ერთად მიიღო გლიცინი 3-დან 5 გრამამდე. და ბევრი იქცევა რა, ეგრე ვინც ვერანებებს ყავას თავსთან, მაგრამ თან ეგეც არ უნდა რა, რაღაცა რომ გაცხოველებს ყავა ეგ ეფექტი. მერე კიდე რა შეიძლება კიდე ყავაზე რომ ითქვას? ნუ მაინც ახლა ცოტა ცდება ფორმაც, მაგრამ ეცადეთ რომ დღის 2 საათის მერე ყავა აღარ დალიოთ, იმიტომ რომ ეგ ძალიან რევს ძილს და მე პრინციპში როცა ძილი მერევა, ეგ ყოველთვის ყავის დამსახურება არის და არა იმისი რომ რაღაცამ ძალიან მიიპყრო ჩემი ყურადღება და ვერ ვწყდები. ანუ არა ინტუიციური არის, მაგრამ ხო ყავა დალიე, როგორც კი დაჯდები და არა წინასწარ. შემდეგ კიდევ ერთი რამ აი სტუდენტებზე იყო საუბარი რა, რომ რატო არიან სტუდენტები დადებილებული. და აქ მოდის ზუსტად თამაში ყველი. ყველი მეგობრებო, ვინც არიცით, არის ძალიან სერიოზული დამადებილებელი. სერიოზ ძლიერი რა, ანუ თუ გინდა რომ უცებ დადებილდე, უცებ გამოეთიშო სამყაროს, თავი კარგად იგრძნო, წამოგორდე, დასკროლო და რამე მიირთვი რაღაცა რაშიც არის ყველი. რატო? იმიტომ რომ ყველში არის ტრიპტოფანი, რომელიც შემდეგ გაძლევს სეროტონინს, ნუ გარდაიქმნება მერე სეროტონინად, რაც ნუ მარტივად რომ თქვათ ნარკოტიკი არის რა, ეგ გადუნებს, რაღაცა გაბედნიერებს და გაზარმაცებს აუცილებლად. ვისაც ეგ არ შეგინიშნავთ, აი გაიხსენეთ რა, რამე ხაჭაპურს რო შეჭამთ, მერე რა მდგომარეობაში ხართ. ყველი ეგრე მოქმედებს. მარტო ეგ არ არის რა მიზეზი, რომ სეროტონინს გაძლევს ტრიპტოფანის მეშვეობით. ნუ ისიც არის, რომ ყველი არ არის რა მარტივი მოსანელებელი, ანუ ძალისხმევა ჭირდება და სისხლი ქვემოთ ჩადის. ეგეც არის და ნუ ბევრი მომენტი არის, იქ კატასტროფა კიდევ ერთი ცომი. ანუ ცომი და ყველი აი ეს ორი არის, აი რომ დადებილდე რა. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ მიეკაროთ ყველს. თუ კი გინდათ რომ მიასო, აი სტუდენტები ხო ჭამენ რა, რაღაცა პატარა შესვენება აქვთ, ხაჭაპურს შეჭამენ, შემდეგ დებილები ჯდებიან და ვერაფერს ვერ სწავლობენ, ხო? ნუ სტუდენტები ეს ცალკე საკითხი არის. ანუ ყველიც კი, ანუ წარმოიდგინეთ რა, ანუ არსებობენ სტუდენტები საქართველოში, რომლებიც სწავლობენ რაღაცა, ნუ აი ფეიქ ფაკულტეტებზე, რაღაც პოლიტმეცნიერება, რაღაც საერთაშორისო ურთიერთობა, რაღაცა ისეთი რა, აი პაჯი-პუჭა საგნები. აი ძილის წინ რო უნდა დასკროლო, Twitter-ზე რო უნდა ისწავლო, ეგეთი საგანი რო არის. და მაინც ვერ უჭირთ რა, ის ავადმყოფები. პოლიტმეცნიერებაზე სწავლობენ, რაც ყველაზე ფეიქ საგანი არის რა, უბრალოდ დიპლომი თუ გინდა, ან PhD თუნდაც და მარტივად ძალისხმევის გარეშე, ანუ ყველა ჭკვიანი ადამიანი მაგას ირჩევს. და ეს სტუდენტები მაგასაც ვერ სწავლობენ, ანუ შვილო წადით მართლა თოხი აიღეთ, მიწა გაანაყოფიერეთ. გაფუჭდა რძე, ანუ უკვე სოფლიდანაც ნაგავი ის ჩამოდის. მოწამლული რაღაცა იმით. გლიფოსატით დანაგვით. მიწას მიხედეთ, შვილო. აი მაგ ხალხის არ მესმის რა სერიოზულად.
როგორ შეიძლება რომ პოლიტმეცნიერებაზე სწავლობდე და რაღაც მომენტში სულ რომ ყველით გაიჭყიბო, ხო? არ ვიცი, გადაჭამე 5 ნაჭერი პიცა კი არა და ხაჭაპური. დამადებილებელი. და მაინც რო გაგიჭირდეს. ჩემამდე გარდადის, ხო და ყველს მართლა ყველაფერი სჯობს. აზროვნება და ყველი გამორიცხავს ერთმანეთს მთლიანად. მაგას სჯობს ყველაფერი რა, ანუ თუ გინდა ჭამე ხინკალი. ხინკალი კაი რამე არის რა, პირდაპირ მიდის ყვერებში. შეჭამ გაყვერიანებს ეგრევე. კაი რამეა ხინკალი. მაგრამ არა, არც ეგ არ ჭამოთ. ნუ იდეალურ შემთხვევაში აი ეს ნახეთ. ბრიტანულ ფილმებში რო არის, აი სტუდენტი, ახალგაზრდა ბიჭი, მთელი მომავალი რო წინ აქვს და იქ რაღაცა ძალიან ელიტარულ უნივერსიტეტში, ბუფეტში რო ზის და იქ რაღაცა ისინი რო უგდია, რაღაც ქათმის საჭმელი, რაღაცა მწვანე მარცვლები და რაღაცა ეგ. აი ეგრე უნდა გამოიკვებო რა, აი ბრიტანულ ფილმებში როგორც იკვებებიან სტუდენტები, ცოტა ძველში რა თქმა უნდა. ეხლა ალბათ შაურმას ჭამენ სტუდენტები, იმიტომ რომ ინგლისი აღარც არსებობს. წარსული არის ინგლისი. ხო და, ნუ, ეგ ცალკე თემა არის რა უნდა ჭამო, როგორ უნდა ჭამო, ეგ აქ არ შედის, მაგრამ ეხლა გიხსნით აი ფიქრისთვის რო გინდა რომ დაჭდე, რა უნდა გააკეთო. ფიქრი რო რამე ძალიან ისეთი რამე არის რა, ანუ მოთხოვნა არის, მაგრამ მყიდველები არ არიან. და რო რამე ჩვენში რო დარჩეს რა და ეხლა ცოტა ფილოსოფიაში გადავუხვევ ძალიან გადაფასებული რამე არის აზროვნება ზოგადად და ჩვენში რომ დარჩეს რაც უფრო ჭირდება არსებას აზროვნება რომ გაიზარდოს ძალაუფლებაში ის რეალურად მით უფრო სუსტი არის აზროვნება ჭირდება აი რაც უფრო სუსტი არის არსება მით უფრო ჭირდება იმას აზროვნება რა ამიტომ ხო ამაზე ალბათ ცალკე უნდა ვისაუბროთ მაგრამ ნუ ჩემი ფილოსოფიიდან გამომდინარე ეგრე არის რა ძალაუფლებაში ხო იზრდება ყველაფერია რა ყველა მიისწრაფებს ძალაუფლებისკენ ძალაუფლების ნება და ამბები მაგაზეც ხოშიანი ლექცია გვაქვს დახურულ არხზე რაც უფრო გჭირდება რომ მიაზროვნო იმისთვის რომ გაიზარდო და მეტი ძალა გქონდეს მით უფრო სუსტი ხარ იდეალურ შემთხვევაში აზროვნება არ უნდა გჭირდებოდეს ზრდისთვის იმიტომ რომ სამყაროში რაღაცა რაც უფრო ძლიერი არის მით უფრო ნაკლები აქვს აი ეგეთი რამეები რაც არის აზროვნება იგივე ჩვენი საყვარელი მეხსიერება ის ეს და ასე შემდეგ ნუ კაი თემას ცოტა გავსხდით ეგ ცალკე საგანი არის და ეს სამი რამ აკონტროლეთ ყავა როგორც ვთქვი ყველი არ მიიღოთ იმიტომ რომ ეგ კლავს განსაკუთრებით სტუდენტი თუ ხარ და სუნთქვა უნდა აკონტროლო ბევრ ადამიანზე შემინიშნავს საკუთარ თავზეც და არასწორად რომ სუნთქავ და რომ იკავებ და იჩერებ ჰაერს და რაღაცა უხრავ და რამე რომ ეგ მართლა რელსებიდან მთლიანად გაგდებს და ყველაფერს ხდის ძალიან რთულს ხო და მეგობრებო თუ თქვენ სერიოზულად გინდათ რომ განვითარდეთ 1000 უნარი ისწავლოთ რომელიც გამოგადგებათ და როგორ თქვა ნუ აი ბევრად წინ იყოთ ვიდრე ახლა ხართ აუცილებლად გაწევრიანდით დახურულ არხზე იქ სხვათა შორის ზემეხსიერების ლექციებიც გვაქვს ბესტსელერი დახურული არხის და ნუ ბევრი ისეთი რამე არის ბევრად ღრმა სერიოზული რომელიც დაგეხმარება რომ უკეთ იაზროვნო და ამ ვიდეოშიც თუ რამე დასკვნა გამოიტანეთ ეგ ის არის რომ თუ კი გინდა რომ აზროვნება გააუმჯობესო თვითონ აზროვნებას არ უნდა მიადგე, უნდა მიადგე, არ ვიცი, ბიოლოგიას, იმას, ამას, რაზეც არის რა შენი აზროვნება დამოკიდებული. ფიქრით აზროვნების გაუმჯობესება ეგ რეალურად არის ზღაპარი. ის რაც აზროვნებს, ანუ შენი სხეული, ეგ არის ყველაზე მთავარი. ეგ უნდა მოაგვარო და ის შემდეგ მიადგე აი იმ ილუზიას რომ ფიქრით რაღაცა იმას ქნა რა. მთავარი არის რა თქმა უნდა პრაქტიკა, მთავარი არის ცვლილება ორგანიზმში. და მეტი არაფერი. თუ მოგეწონათ ვიდეო არ ვიცი გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ რაღაცა როგორც არის და ყველას გელოდებით ყველა ხოშიან ადამიანს დახურულ არხზე nikosvanidze.com და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები ყველას.